მოგესალმებით ტაქტიკალი სივრციდან. დღევანდელი ვიდეო განხილვა შეეხება ინდივიდუალურ სამედიცინო ჩანთებს. ინდივიდუალური სამედიცინო ჩანთები დღესდღეობით მსოფლიოს ეკიპირების ბაზარზე ძალიან მრავალფეროვანი ხდება. ათასობით სხვადასხვა კონფიგურაციები წარმოება ასობით სხვადასხვა კომპანიების მიერ და მიდგომები ყოველწლიურად იცვლება და უმჯობესდება სოფლიოში მიმდინარე საომარი კამპანიების პარალელურად. ზოგადად ინდივიდუალური სამედიცინო ჩანთები, მათი შიგთავსები განსაკუთრებით იმ კომპლექტაციით, იმ კონფიგურაციით, რაც დღესდღეობით ხდება, მეტნაკლებად ჩამოყალიბდა 2000-იანების დასაწყისიდან ერაყში და ავღანეთში მიმდინარე საომარი კამპანიების პერიოდში, როდესაც შეერთებული შტატები ზოგადად კოალიციური ძალების პირად შემადგენლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ჰქონდა ხოლმე პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთის ზოგადად კონფიგურაციას, კომპლექტაციას და მის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ესე რომ დავუძახოთ. AIPAC-ი ქვია ინგლისური აბრევიატურა, ესეთი არის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ძალებში მეტნაკლებად ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციით გვხვდება, მაგრამ მაინც არის გამოკვეთილი რამდენიმე მიმართულება. ეს კონკრეტული ვიდეო ჩანთების შიგთავს, ანუ სამედიცინო ნივთებს არ შეეხება, როგორც არის სიტყვა სისხლის შემაჩერებელი საშუალებები, სახუები და ასე შემდეგ. აქ მოვიხილავთ თვითონ აქ მოცემული ჩანთების მაგალითზე ჩანთების სახესხვაობებს. ესე იგი, დავიწყოთ საარმიო კონფიგურაციებით, ზოგადი საარმიო კონფიგურაციები, შედარებით მარტივი ჩანთები და მივიხილოთ ასევე ცოტა უფრო დახვეწილი ტაქტიკური კონფიგურაციები, მრავალფეროვანი, ორივეს თავისი დანიშნულება და პლუს-მინუსები გააჩნია. ზოგადად ეხლა აქ წარმოდგენილი ჩანთები მცირე ნაწილია ისეთი ტიპის ჩანთების, რომელიც მსოფლიოში გვხვდება, თუმცა საკმარისი არის, საკმარისზე მეტია, რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნოთ, ზოგადად ასეთი ამ დანიშნულების ჩანთები, როგორი არის, როგორი კონფიგურაციებით მზადდება, როგორი სამაგრი წერტილები აქვს, მოხსნა დაყენება როგორ ხდება და ასე შემდეგ. მასში შიგთავსის განლაგება და ასე შემდეგ. თვითონ პატარა, ასე ვთქვათ, მიმოხილვა მინდა გავაკეთო სამედიცინო ჩანთებისა, რომელიც უფრო სამოქალაქო გამოყენების არის, სანამ პირდაპირ სამხედროებზე გადავიდოდე, ორი სიტყვით რო ვთქვათ ამაზე. ზოგადად სამედიცინო ნორმალურად დაკომპლექტებული სამედიცინო ჩანთის აუცილებლობა საკმაოდ მაღალია ყოველდღიური გამოყენების დროსაც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც პატარა ხარზე გადასაკიდებელი ჩანთაში ან სტანდარტული ზურს ჩანთაში, სალაშქრო ზურს ჩანთაზე და მაქვს სადაც სრულფასოვანი სამედიცინო ჩანთა უნდა იდოს დიდი კომპლექტაციით, მრავალფეროვანი კომპლექტაციით, აი ესეთი პატარა ჩანთები სამოქალაქო გამოყენებისთვის საკმარისი არის და ყოველდღიურად სიტყვაზე საჭიროების შემთხვევაში ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება გადაარჩინოს თუ კრიტიკულ სიტუაციაში საჭირო დროს საჭირო ადგილზე იქნება ადამიანი, ვისაც აი ესეთ დაკომპლექტებული ჩანთა აქვს სხვადასხვა მედიკამენტებით, კიბილგამაყუჩებლებით, სიტყვაზე სისხლის შემაჩერებელი ლახტით, რაც მინიმუმზე მინიმუმი არის და ასე შემდეგ. ყოველდღიური გამოყენებისთვის ეხლა ესეთი ტაქტიკური სამხედრო საარმიო დანიშნულების ჩანთები ეხლა აქ რასაც ხედავთ, არ არის აუცილებელი, აი ესეთი მარტივი პრიმიტიული სამოქალაქო ჩანთები სულიად საკმარისი არის. სიტყვაზე ესეთი შედარებით საშუალო ზომის და კიდევ უფრო პატარა ზომის ასეთები მცირე ზომის ჩანთაში ზეტევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეხლა ჩვეულებრივი ჩანთის გამოყენება შეგიძლიათ ამ დანიშნულებით, თუმცა უმჯობესია, რომ გარე ვიზუალი ასეთი კონდეს, სადაც სიტყვაზე სამედიცინო ჯვარი იქნება დატანილი და ფისტაით კი ეწედება, რომ სხვა ამ სიტყვაზე თქვენს გარდა სხვა თუ ასე ვთქვათ, დააპირა მისი გამოყენება გარკვეულ სიტუაციაში მარტივად მიხვდეს, რომ აქ არის სამედიცინო დანიშნულების ნივთები. ესე იგი, დავიწყოთ სამხედრო ჩანთებზე, გადავიდეთ სამხედრო AIPAC-ებზე. თანამედროვე სამხედრო AIPAC-ები, სამხედრო ოუჩები, ჩანთუკები, ტაქტიკური კონფიგურაციისები, საერთო საჯარისო გამოყენების, რაც სიტყვაზე სხვადასხვა სამხედრო ძალებში მასიურად რიგდება, მაქსიმალურად არის მორგებული ამავე ჯარებში არსებულ ეკიპირებისა და გამტვირთვის ერთიან სისტემებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ უმეტეს სიტუაციაში ეს ჩანთები თავსებადი არის მოღლეს სისტემაზე, რაც დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების არმიებში, ჯავშანჟილეტებზე, ზოგადად გამტვირთვის სისტემებზე, სამხრეთ საქამრო სისტემებზე, საბრძოლო ქამრებზე
და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის ჩანთები უმეტესად გათვლილი არის როგორც საბრძოლო კამარზე დასამაგრებლად, ასევე გათვლილია პირდაპირ ჯავშანჟილეტის სხვადასხვა კონფიგურაციებზე დასამაგრებლად. ეს კონკრეტული ახლა რაც წარმოდგენილია, ეს არის ამერიკის არმიის შედარებით ძველი მოდელის პირველადი სამედიცინო დახმარების ინდივიდუალური პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა აკურბანის შეფერილობით კორდულას მასალისგან არის გამძლე კორდულას მასალისგან არის დამზადებული სქელი უკიდურესად ხარისხიანი ნაკეთობა არის სამხედრო შესრულების ეს პლასმასის შესაკრავი ფასტექსებით და აქვს შემდეგი კონსტრუქცია. ესე იგი ზედანაწილი ესე მარტივად იხსნება, ზოგადად მიდგომა, ნომერ პირველი მიდგომა სამედიცინო ჩანთებში, ყველა ტიპის სამედიცინო ჩანთებში არის შემდეგი, რომ მებრძოლმა საჭიროების შემთხვევაში ძალიან დროის უმოკლეს მონაკვეთში უნდა მოახერხოს წვდომა ჩანთის შიგთავსზე. და ჩანთის შიგთავსი საიმედოდ უნდა იყოს დაფიქსირებული გარკვეულ პანელებზე ან ჯიბეებში ჩალაგებული, რომ სიტყვაზე მარშის დროს, მოძრაობის დროს თავისით არ მოხდეს იქიდან ამოვარდნა. უნდა იყოს დაცული მეტნაკლებად დასვლებისგან და გარე ზემოქმედებისგან. შესაბამისად, ხარისხი, თვითონ მასალების ხარისხი რითიც ესე იკეთება, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესე იგი, თავსახური, რომელიც ესე იხსნება და ზამბარისებული კორდი, რომელიც ერთი მხარე თვითონ ჩანთაზე არის გამოვებული და მეორე მხარე არის გამოვებული ჩანთაში ჩადებულ ესეთ პანელზე. ეს პანელი არის ესეთი შემდეგი კონსტრუქციის. ეს კონკრეტული ჩანთა ძალიან ეს კონფიგურაცია, უბრალოდ ჩანთის ეს კონფიგურაცია ძალიან არის გავრცელებული მსოფლიოს მრავალი ქვეყნების არმიებში, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კონსტრუქცია არის მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ძალიან თანამედროვე აღარ ითვლება. ამისი ერთ-ერთი კონფიგურაცია გამოიყენება ამ ეტაპზეც ამერიკის შეიარაღებული ძალების არმიაში, ოღონდ მულტიკამის შეფერილობით და მის სურათს ახლა დაინახავთ აქ თავისი შიგთავსით. ესე იგი, ამ ჩანთის კომპლექტაცია ბევრი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დაკომპლექტებული არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთებით. გარე ნაწილზე, გარედან არსებულ 30 მმ-იან წელვად რეზინის ლენტში ჩამაგრებული არის ტურნიკეტი, სისხლის შემაჩერებელი თანამედროვე კონსტრუქციის კატის ტურნიკეტი, ლახტი, იგივე. აქეთ არის უკვე სისხლის შემაჩერებელი გაუზი, კომბატ გაუზი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ან სიტყვაზე ნამსხვრევებიდან მიყენებული ჭრილობაში სისხლის შესაჩერებლად გამოიყენება ჭრილობაში ჩატენის მეთოდით. და აქვე არის ეგრეთ წოდებული ისრაელი ბანდაჟი, უკვე სრულფასოვანი ნახევის გასაკეთებლად ჭრილობაზე. ზედა მხარეს არსებულ ლენტზე, ზოგადად როგორც ხედავთ, აი ამ 30 მმ-იან ლენტებზე ფიქსირდება ეს შიგთავსი და საკმაოდ საიმედოდ აკავებს მათ. ეს არის უკვე უნივერსალური დოლბანდი, რომელიც ასეთ ვაკუუმურ პარკებში არის. ძალიან დიდი ხანია ამ კონფიგურაციით დაახლოებით 80-იან წლებიდან გამოიყენება ამერიკის არმიაში, საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული, პრობლემოდ იყიდება სხვადასხვა აღჭურვილობის და ეკიპირების მაღაზიებში და ძალიან საჭირო ნივთია და რამდენიმე წელი რო გქონდეთ სიტყვაზე, საიდანაც ერთი ჩანთაში იქნება, მეორე სიტყვაზე სულფასოვანი აფთიაქში, რომელიც ალაშქრობ ჩანთაში გექნებათ და სხვა ასე ვთქვათ, ეკიპირების სხვადასხვა ელემენტებში, რომელსაც სხვადასხვა ჯიბეები აქვს, კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან საჭირო ნივთია და გამოსადეგი და ძალიან მრავალფეროვანი გამოყენება შეიძლება ამ ნივთის. აქვე არის ასევე პატარა კორდზე გამომული სამედიცინო ლეიკო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი არის. ამ ჩანთუკის ასე ვთქვათ, პოუჩის კომპლექტაცია ძალიან მრავალფეროვანი არ არის, თუმცა საჭირო ნივთები არის სიტყვაზე კრიტიკულ სიტუაციაში სისხლის შესაჩერებლად. ესე იკეტება შიგთავსი, ზემოთა პანელი გადმოდის და ისევ ფიქსირდება ჩანთაში. მისი პრიმიტიულობიდან, სიმარტივიდან და მარტივი კონსტრუქციიდან და საიმედოობიდან გამომდინარე, ამ ჩანთამ ძალიან სერიოზული პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოში და ფართოდ გამოიყენება, უამრავი კლონები არის ამისი შექმნილი და შეერთებული შტატების არმიის გარდა ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როგორც გითხარით. ესე იგი, აქვე შეგვიძლია ახლა ამერიკის არმიის სამედიცინო აიფაკი მიმოვიხილეთ კონსტრუქცია, შეგვიძლია ნახოთ უკვე ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამედიცინო ჩანთა. ბევრად უფრო დიდი ზომის არის და დიდი ზომის, ასე ვთქვათ, დიდი ზომის ჩანთა არის და დიდი მოცულობის არის შიდა ნაწილი. ესეც ორიგინალი კორდულას მასალებისგან არის, კოიოტის შეფერილობის, სამხედრო შესრულების ფასტექსებით და
ამ ჩანთისგან განსხვავებით ამას არ აქვს ზამბარისებულ კორდზე გამოგული შიგთავსი. ამ კონკრეტულ ჩანთაში მისი შიგთავსი პირდაპირ არის ჩალაგებული ჩანთაში და აქვს ერთი პატარა შიდა თხელი ჯიბე, სადაც უკვე შედარებით თხელი ასე ვთქვათ, ფირფიტოვანი ფორმის სამედიცინო ნივთები არის სიტყვაზე რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში დევს ხოლმე ტრიაჟის გასაკეთებელი ბარათი, წყლის საფილტრიაბები და ასე შემდეგ. ჩანთის შიგთავსი საკმაოდ მრავალფეროვანია, შეიცავს სისხლის შემაჩერებლებსაც, დამწვრობის სახოებსაც, სამედიცინო ლეიკო და ასე შემდეგ, ასევე პნევმოთორაქსის კონტროლის საშუალებები და ასე შემდეგ. ბევრად პრიმიტიული არის ამ ჩანთასთან შედარებით ეს კონკრეტული ჩანთა, თუმცა შიგთავსი ბევრად უფრო დიდი აქვს. ესეთი ჩანთები მასიურად გამოიყენებოდა აისაფის პერიოდში ავღანეთში მიმდინარე კამპანიის დროს შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში. შემდეგი აქეთ ისევ საარმიო დანიშნულების ჩანთა, ოღონდ ამერიკულის ნაცვლად ამ შემთხვევაში არის ბრიტანული არმიის სამედიცინო ჩანთა. ეს კონკრეტული ჩანთა წარმოდგენილი არის კონფიგურაციაში, რომელიც არის გათვლილი ბრიტანეთის არმიაში იყო გათვლილი ოსპრის ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის ერთიან მოდულურ სისტემაში შემავალ კომპონენტად. ესე იგი, ესეც მოლე-პალსის სისტემაზე არის თავსებადი, ორი ესეთი ლენტით და კნოპებით ფიქსირდება. შესაძლებელია დამაგრდეს როგორც ჯავშანჟლედზე, მაგრამ პირველადი ფუნქცია ამისი არის საპატრულო საექსპედიციო სამხრეთ საქამრე სისტემებზე დამაგრება. გამოჩნდება ახლა აქ სურათი აწყობილ მდგომარეობაში ესეთ სამხრეთ საქამრე სისტემის, სადაც ჩანს როგორ არის დამაგრებული უკან შუა ნაწილში ამ ტიპის ჩანთა. საარმიო ჩანთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი არის ძალიან მომწონს ეს ჩანთა, გამძლე კონსტრუქცია არის, აქაც გამოყენებულია კორდურას მასალა, მატერია, შეფერილობა MTP არის, ეს ბრიტანული ვარიაცია არის ამერიკული მულტიკამის და საკმაოდ ტევადი ჩანთა არის. თვითონ განსხვავებით ამერიკული ჩანთებისგან თვითონ კონსტრუქცია შედარებით სხვანაირი აქვს. ესეთი გადასახსნელი ელოა შესაკრავი აქვს, რომელიც იხსნება. ჩანთის მზიდი პანელი ამ თვითონ ჩანთა იხსნება ესე 180 გრადუსით და სამედიცინო ნივთების ჩასალაგებლად გამოიყენება ესეთი მოხსნადი პანელი, ფრიცზე დამაგრებული მოხსნადი პანელი, ფრიცზე იგივე ველკროზე დამაგრებადი პანელი. თვითონ ჩანთა იმის გამო, რომ უკანა მხარეს კამარზე არის დამაგრებული მოლე სისტემა და მოლე სისტემას სწრაფად ვერ მოხსნით ჩანთიდან, შესაბამისად პანელი უკანა მხარეს რჩება და ხსნით მხოლოდ შიდა პანელს, მზიდი პანელი რჩება ჩანთაზე. თვითონ სამედიცინო ნივთების პანელი იხსნება ხელით, გადმოგვაქვს წინა ნაწილზე და სულ წვდომას ვიღებთ შიგთავსზე. ესე იგი, შიგთავსი ამ კონკრეტულ ჩანთაზე შემდეგნაირი არის. ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციებით შეიძლება, თუმცა ესეთი გრძელი პანელი არის, სადაც ეს შავი ფერის წელვადი ლენტები, ეს არის დაახლოებით 25 მმ-იანი შიგანის ლენტები, სხვადასხვა ზომის რგოლებს ქმნის და ამ სხვადასხვა რგოლებში, სხვადასხვა ზომის სამედიცინო ინვენტარის ჩალაგება შეიძლება. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, დევს ტურნიკეტი, პნევმოთორაქსის კონტროლის საშუალება, პნევმოთორაქსის ნემსი, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები, სანტავიკი, როკეთ ფლომასტერის დევს სიტყვაზე, დროის დასაწერად ტურნიკეტისთვის, სამედიცინო ბინტი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება, HH-ის სისხლის შემაჩერებელი საშუალება და ასე შემდეგ. და არის დევს ასევე ესეთი ისრაელი ბანდაჟი ნახევის გასაკეთებლად. თვითონ შიგთავსის მიმოხილვაზე რომ არ გადავიდეთ, ეს არ ეხება ეს ვიდეო შიგთავსის მიმოხილვას. პანელი არის მოკლედ ესეთი კონსტრუქციის, ძალიან გამძლე მასალით არის ესეც გაკეთებული, ნეილონი არის. და ჩემი აზრით საარმიო გამოყენების, ზოგადი საარმიო გამოყენების ჩანთებში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ კონსტრუქციად ითვლება. თუმცა რა უნდა გავითვალისწინოთ თვითონ ასეთი ტიპის პანელური ჩალაგების მეთოდზე, აი ამ რეზინის დანაყოფების აწყობა უნდა მოხდეს ისე, რომ ნივთებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, პანელი არ გამოვიდეს დაკეცილ მდგომარეობაში ზედმეტად სქელი და არ გართულდეს შემდეგ მისი ჩადება
ჩანთაში. შემდეგი ტიპის ჩანთა, რომელიც შეგვიძლია მოვიხილოთ, ეს არის ესეთი ბევრად უფრო დახვეწილი კონფიგურაციის თანამედროვე აიფაკი. შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც საარმიო აიფაკად, ანუ საარმიო ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების ჩანთად, ასევე ტაქტიკურ კონფიგურაციაში შეიძლება იქნას გამოყენებული სპეცდანიშნულების ძალებშიც, ასევე სამოქალაქო გამოყენებისთვისაც, სიტყვაზე ტაქტიკურ სროლებშიც, ვინც არის სიტყვაზე გატაცებული სროლით, ზოგადად თუ გაქვს იარაღთან მუდმივი შეხება, იქნება ეს სანადირო იარაღი, ჩვეულებრივი სიტყვაზე ტაქტიკური კონფიგურაცია შაშხანის სამხედროზე არ ვსაუბრობ, აუცილებელია რომ ყოველთვის თან გქონდეს კარგად დაკომპლექტებული ინდივიდუალური პირველად დახმარების აფთიაქი ტაქტიკურ კონფიგურაციაში, რომ სიტყვაზე ამ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული უბედური შემთხვევის დროს ჭრილობის შემთხვევაში სწრაფად მოახერხოთ სისხლის შეჩერება. უკიდურესად მნიშვნელოვანი არის ეს საკითხი. ესე იგი, ამ კონფიგურაციაზე, ხა რაც არის აქ წარმოდგენილი, ესეც ანალოგიურად მოლე პალსის სისტემაზე თავსებადი არის, ესეც ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, მზიდი კონსტრუქცია, პანელი, რომელიც ესე ზემოდან გადმოდის ჩანთაზე და ფასტექსით, გამძლე ფასტექსის შესაკრავით იკვრება. და თვითონ ძირითადი ჩანთა, ანუ ეს კონკრეტული პანელი მაგრდება საბრძოლო კამარზე სიტყვაზე შუაში ან უკან შუაში ან უკან ვერდულად მარჯვნივ ან მარცხნივ, ეს კონკრეტულ სროლებზე არის დამოკიდებული, კონკრეტულ ოპერატორზეა დამოკიდებული, ვინც ამას იყენებს და ჩანთა, რომელიც ასევე ველკროთი, ანუ ფრიცით არის მონადრებული. პანელის ჩებაჩარებაზე, კამარზე ან ჯავშანშილებზე შეიძლება ეს დამაგრებული იქნას სიტყვაზე მარჯვენა მხარეს, მარცხენა მხარეს, თქვენი სულიდან გამომდინარე და თვითონ მოსახსნელი ჩანთა, რომელსაც ორ მხარეს ასეთი სახელურები აქვს, უკანა მხარეს ფრიცი, აქაც ფიქსირებლად, აქაც კორდურა 500 არის გამოყენებული, გამძლე მატერია და კორდურა 500 ზოგადად სტანდარტად ითვლება და ერთ-ერთი საუკეთესო მასალა არის ზოგადად ესეთი ეკიპირების, ესეთი ელემენტების, სხვადასხვა ტიპის პოუჩების, აიფაკების და მსგავსი ნაკეთობების შესაკერად. აქვს ესეთი ველკრო, რომელსაც დამატებით მაფიქსირებელი ნახრეტებიც აქვს, რომ სიტყვაზე ჩაკეტვა შევძლოთ ამ კონკრეტული ჩანთის, რომ ზედმეტი წვდომა არ გქონდეს სხვებს, ანუ მრავალფუნქციური ელვა შესაკრავი აქვს. ორია ესეთი ხელის სწრაფმოკიდებადი სახელური თასმები. ეს შეიძლება გადავხსნათ და პირდაპირ გადმოდის 180 გრადუს წესით და ვიღებთ ძალიან სწრაფ წვდომას აფთიაქზე. აქაც ჩალაგებული არის კომბატ გაუზის სისხლის შემაჩერებელი, HH-ის სისხლის შემაჩერებელი, ისრაელი ბანდაჟი სახურის გასაკეთებლად და შიგთავსის დასამაგრებლად აქაც როგორც ხედავთ, ლენტური სისტემა გამოიყენება 25 მმ-იანი წელვადი ლენტები, რომლითაც დამაგრებული არის შიგთავსი, ანუ სამედიცინო ნივთები. ახლა სამედიცინო ნივთების განხილვაზე აქაც არ გადავალ, საპირისპირო მხარეს, ანუ მეორე მხარეს ესეთი ბადისებური ქსოვილი არის, სადაც შედარებით თხელი, ასე ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში არის სადეზინფექციო ერთიადი ჭრილობის სადეზინფექციო სითხე, რომელსაც თხელი, ასე ვთქვათ, ფორმა თხელი არის, ანუ რაღაცა მოცულობით ნივთი, როგორც სიტყვაზე ისრაელი ბანდაჟი არის, ესეთი თხელი ნივთები შეგვიძლია აქ ჩავალაგოთ, იგივე დიდი ზომის სანტავიკები, ბინტი, პნევმოთორაქსის ნემსი და ასე შემდეგ. თავარი რაც ამ ჩანთებში არის გათვალისწინებული არის ის, რომ ზედმეტი შიდა ჯიბეები არ უნდა გქონდეს ასეთ ჩანთებს და ნივთები უნდა იყოს სწრაფ მოხსნადი. თუ არ იქნება სწრაფ მოხსნადი, კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება ძალიან გაგუჭირდეს ნივთის ამოღება რაღაცა შიდა ზედმეტი ჯიბიდან და მაქსიმალურად დროში გაიწელოს ნივთებზე წვდომა. ამ შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების დროს სწავლები წვეტავს ხოლმე ბევრ რაღაცას განსაკუთრებით ლახტის დადების და სისხლის შეჩერების დროს. ამიტომ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ისე ტურნიკეტებს, ეხლა ზოგ ჩანთაში დო ტურნიკეტი ზოგში არის და არასტანდარტულად დაკომპლექტებული ესენი ტურნიკეტები, ესეთი ტიპის ტურნიკეტები, ზოგადად ჯობია რომ 3 ცალი გქონდეს აღჭურვილობაში, 2 ნორმალური სიტუაციაში, მაგრამ 3 იდეალური არის. ერთი ტურნიკეტი აუცილებლად უნდა იყოს აი ამ პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთაში და მეორე შეიძლება ეკიპირებაზე გქონდეთ დამაგრებული ესეთი პატარა ტურნიკეტის ჩანთებით, რომელსაც ახლა ხედავთ, მოლე სისტემაზე თავსებადი, ან შეიძლება პირდაპირ
ხებეს ჯიბესიც ჩაიდოთ და ეს წითელი ნაწილი გარეთ იყოს გადმოწეული, რომ ეტყობოდეს ეგრევე სად არის მოთავსებული მეორე, ანუ სწრაფი მოხსნის ტურნიკეტი. თვითონ ტურნიკეტის დამაგრება პირდაპირ რეზინებითაც შეგიძლიათ საბრძოლო ქამარზე, განსაკუთრებით დაბალი პროფილის საბრძოლო ქამარზე, მაგრამ კარგი არის ზოგადად ტურნიკეტის პოუჩები, ტურნიკეტის პატარა ჯიბეები, მისი საშუალებით ჯავშანჯილეძეს ქამარზეც მარტივად სხვადასხვა ადგილებზე, სხვადასხვა კონფიგურაციით, ჰორიზონტალურადაც, ვერტიკალურადაც მარტივად შეგიძლიათ ტურნიკეტის დამაგრება. ტურნიკეტთან ერთად აქაც ხედავთ, რომ სამედიცინო მაკრატელიც არის დამაგრებული, სამედიცინო მაკრატელებს ხშირად ჯავშანჯილეთში პირდაპირ წინა მხარესაც იმაგრებენ, მაგრამ სამედიცინო მაკრატელზე მაგ შემთხვევაში დაკარგვის შანსი რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში მაღალია, ამიტომ კარგია თუ ტურნიკეტის ჩანთას ისეთ შეარჩევთ, რომელსაც სამედიცინო მაკრატელის სამაგრი განყოფილებაც აქვს პირდაპირ ზედვე. ესე იგი, ეხლა დიდი ზომის შედარებით დიდი ზომის ჩანთებიდან, სადაც მეტნაკლებად მრავალფეროვანი შიგთავსის ჩალაგება შეგვიძლია გადავიდეთ უკვე უფრო მინიმალისტური კონფიგურაციის აიფაკებზე. მინიმალისტური კონფიგურაციის აიფაკებიდან წარმოდგენილი აქვს ესეთი ძალიან მარტივი კონსტრუქციის აიფაკი. ესეთი მინიმალისტური აიფაკები უმეტეს სიტუაციაში უფრო ქამრებზე მაგრდება ხოლმე, ჯავშანჯილედზე შეიძლება, მაგრამ ჯავშანჯილედზე უფრო რეკომენდებულია სრული ზომის აიფაკი. მინიმალისტური შიგთავსი შედგება უფრო უმეტესად სისხლის მომენტალური შეჩერების საშუალებისგან და ნახევრის დასადების საშუალებისგან. მინიმალისტური აიფაკი შედგება ძირითადი პანელისგან, რომელიც მოლეს სისტემაზე დგება და მარჯვენა ან მარცხენა მხარეს სწრაფად გამოძრობადი შიდა პანელისგან, რომელიც ესეც მარტივი მოძრაობით შეგვიძლია გამოვაზროთ და ესეთი პანელია, გადაიხსნება და არანაირი რეზინების და შიდა ჯიბეების არ მოიცავს ეს კონკრეტული პანელი, ესეთი მართკუთხედი გრძელი პანელია, რომელშიც პირდაპირ არის ჩალაგებული ესეთი სისხლშემაჩერებელი გაუზი და ისრაელი ბანდაჟი. ესე იგი, და არის ასევე სამედიცინო სტერილური სახვევი. ესეთი ტიპის ჩანთები ბევრი სხვადასხვანაირი კომპლექტაციის არსებობს და თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეარჩიოთ. ეს ძალიან პატარა ზომის არის, ამ შემთხვევაში არის ცოტა უფრო დიდებიც, რომელიც შედარებით უფრო დიდ ადგილს იკავებს იგივე საბრძოლო ქამარზე უკანა მხარეს. ეხლა რახან საბრძოლო ქამარზე დასაყენებელი სამედიცინო პატარა ჩანთები ვახსენე, აქვე განახებთ აი ამ ჩანთასაც. ამ შემთხვევაში ეს ჩანთა აწყობილი საბრძოლო ქამარზე არის ორბელზე დამაგრებული, ეს არის 50 მმ-იანი დაბალი პროფილის საბრძოლო ქამარი და უკანა ნაწილში არის დამაგრებული აი ესეთი უფრო სრული ზომის ჩანთებში გადის, ეს არის გადმოხსნადი ორმაგ იმაზე ელვა შესაკრავზე ორმაგი ელვა შესაკრავით ფიქსირებადი სწრაფად გადმოხსნადი სამედიცინო ჩანთა, რომელიც გახსნა აი ეს ზედა მხარეს ხდება ფიქსაცია აქვს ველკროთი და გადმოხსნა სწრაფად ხდება ესეთი აი ამ ნაწილის ესე გადმოქაჩვით. ესე იგი, ასეთ ტიპის ჩანთა გადმოხსნის შემთხვევაში მთლიანად იხსნება და სწრაფად ვიღებთ ცდომას ამ ჩანთის შიგთავსზე. ამ ჩანთას ამ შემთხვევაში ქამარზე არის დამაგრებული, მაგრამ ბევრად უფრო მიზანშეწონილია, რომ ასეთი ტიპის ჩანთები დამაგრებული გქონდეს სიტყვაზე ჯავშანჯილედზე, ანუ წინა მხარეს, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს და სწრაფი გადაწევის შემთხვევაში ეგრევე ვიღებთ ცდომას ჩანთის შიგთავსზე. ამ კონკრეტულ პანელზე ახლა რაც აქ არის წარმოდგენილი, ხედავთ, თლიანად გადმოიხსნა, ანუ არანაირი შიდა ცალკე პანელის მოხსნა არ ხდება. არის ესეთი ბანჯი კორდები, წელვადი კორდები და აი აქ ამ კორდებისგან შექმნილ ყლუფებში ხდება სხვადასხვა სამედიცინო ნივთების ჩალაგება. შემდგომში გადავწევთ, ისევ ფიქსირდება ამაზე. ასე. და იკეტება ელვა შესაკრავით. როდესაც ესეთი ტიპის ჩანთა ქამარზე არის, ჩვენ მასზე სულ წვდომას ქამრის მოხსნის გარეშე ვერ ვიღებთ. დამხმარე სხვა სიტყვაზე შეიძლება სულისწვდომა მიიღოს, თუ სიტყვაზე ჩვენ ვართ დაჭრილი დაშავებული, მაგრამ ჩვენ რო გქონდეს სიტყვაზე ამ ჩანთაზე სულისწვდომა, მაშინ საჭიროა რომ ესეთი ტიპის
ჩანთები ჯავშანჟლეზე წინა მხრიდან იქნას დამაგრებული. ერთი ნიუანსი კიდე რაც მინდა რომ აქვე დავამატო, ყოველთვის ამ თქვენ სამედიცინო ჩანთებზე განსაკუთრებით საბრძოლო სამედიცინო ჩანთებზე აი ფაკებზე ხო ყოველთვის ისე არ მოხდება რომ თქვენ გჭირდებოდით მასის თომა შეიძლება თქვენ იყოთ დაჭრილი და თქვენი ინდივიდუალური სამედიცინო ჩანთის შიგთავსი თქვენ უნდა მოგხმარდეთ პირველ რიგში თქვენზე არის გათვლილი მისი შიგთავსი შესაბამისად თუ სიტყვაზე სხვა დააპირა თქვენი ჩანთის შიგთავსის გამოყენება რომ პირველად სამედიცინო დახმარება გაგეწიოთ მარტივად მიხვედრადი უნდა იყოს რომ სიტყვაზე ამ კონკრეტულ ჩანთაში არის ჩალაგებული სამედიცინო აღჭურვილობა. სიტყვაზე თუ ფართოდ გავრცელებული საარმიო გამოყენების სამედიცინო ჩანთები არის, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივი არის ამის მიხვედრა, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც სამედიცინო ჩანთა შეიძლება თქვენ დაკომპლექტებული გქონდეთ ესეთი შედარებით განსხვავებული ტიპის ჩანთუკებით, რომლის ნომერ პირველი ფუნქცია არ არის სამედიცინო ფუნქცია. მაგალითისათვის შეგვიძლია ავიღოთ ესეთი უნივერსალური პოუჩები, შედარებით საშუალო ზომის უნივერსალური პოუჩი მოლე სისტემით დამაგრებადი და ეგრეთ წოდებული დონგლერი, რომელიც ჯავშანჟლეტებზე უფრო ფილის მატარებლებზე, წინა პანელზე ქვედა მხრიდან მაგრდება და ბევრი სხვადასხვა ფუნქციით შეიძლება იქნას დამაგრებული. თანამედროვე მიდგომა არის ეგეთი, რომ ნომერ პირველი ფუნქცია, რომელიც შეიძლება მივანიჭოთ ამ დონგლერ პოუჩებს, არის სამედიცინო. ორივე ხელისთვის მარტივად წვდომად ადგილზე არის ეს დაფიქსირებული და საკმაოდ დიდი რაოდენობით სამედიცინო ნივთების ჩალაგება შეიძლება შიგნით განსაკუთრებით ნომერ პირველი მნიშვნელობის, ანუ სისხლის შემაჩერებლის, ტუნიკეტის, სახურის დასადები ბანდაჟის და ისრაელი ბანდაჟის და ასე შემდეგ. ესე იგი, ასეთი ტიპის ჩანთების გამოყენების შემთხვევაში იგივე ეს მრავალფუნქციური პოუჩი ხო? უნდა ესეთი შიგთავსი, ასეთი ტიპის ჩანთებს არ აქვს სრულფასოვანი სამედიცინო შიგთავსი პანელები, ანუ ზედმეტი ესე თქვა რეზინები არ აქვს, ბანჯიკორდები არ აქვს, რომ სამედიცინო ნივთები შიგნით ისეთი უძრავად დაფიქსირდეს, პირდაპირ ჩატენოთ ამ კონკრეტულ ჩანთუკაში და ისე თქვა მინდოდა წინა მხრიდან ესეთი ჩანთებს აუცილებლად უნდა კონდეს თუ სამედიცინო დანიშნულებით ვიყენებთ, უნდა კონდეს დაკრული ესეთი დაკრული ან დაკერებული, იდეალურ შემთხვევაში ესეთი პატჩი უნდა კონდეს მიკრული სამედიცინო ჯვრით, რომ სხვა მარტივად მივხვდეს, რომ ეს არის კონკრეტულად სამედიცინო შიგთავსის მქონე ჩანთა. ესე იგი, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთები კიდე არის ესეთი კონფიგურაციის, რომელიც არ არის მომენტალური გამოყენების დანიშნულებით. ესეთი ჩანთები უფრო არის გათვლილი იმაზე, რომ დიდი ზომის სიტყვაზე საექსპედიციო იქნება თუ სალაშქრო ჩანთები, ხო, ზურჩანთები, მასში იქნას მოთავსებული და მისი შიგთავსი ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყოს, იდოს ისეთი რაღაცები სიტყვაზე, რაც აი სწრაფი გამოყენების ჩანთებში შეიძლება ვერ ჩავალაგოთ, ან შეიძლება საერთოდ არ ჩაეტიოს, ან თუ ჩავდებთ დიდ ადგილს იკავებდეს, რომ სხვა რაღაცები აღარ ეტევდეს. ასეთი სიტუაციაში ასეთი ჩანთებისთვის არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა მოლე პლატფორმაზე თავსებადი ჩანთა გამოვიყენოთ, თუმცა ეს შესაძლებელია. ასეთ სიტუაციაში შეგვიძლია ესეთი უბრალოდ სახელურიანი რაღაცა დიდი მოგრძო ჰორიზონტალური ფორმის, ან შეიძლება განსხვავებული ფორმაც ჰქონდეს ჩანთები გამოვიყენოთ, თავარია რომ ნორმალური ხარისხიანი მასალებისგან იყოს დამზადებული ხარისხიანი ელვა შესაკრავები ჰქონდეს და მარტივი იყოს მისი სწრაფი გახსნა, ხო? ესეთი ტიპის ჩანთების შიგთავსი შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი ნივთებით დავაკომპლექტოთ და ესენი იდება ჩანთაში და უფრო მეორადი გამოყენების სამედიცინო ჩანთები არის, რომ არ მაგრდება ჯავშანჟლეთზე, განთვლიჟილეთზე, საბრძოლო ქამარზე და ასე შემდეგ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და მსგავსი ვიდეო განხილვების დადებას შემდეგშიც გავაგრძელებთ.